მოგესალმებით მეგობრებო. მე მაპატიეთ სახლის ფორმაში ვარ. დღეს რაზე უნდა გესაუბროთ? ცოტა ისეთი აღელვებული ვარ, იმიტომ რომ ეს რამოდენიმე დღე, უბრალოდ დაახლოებით ესე 2 დღის უკან ვცადე, ასე ვთქვათ, სოსოსთვის გამეკეთებინა განმარტება მობილური ტელეფონი სჭირდება, იმიტომ რომ ის რაც ამჟამად აქვს უკვე განაკეთებია, მოკლედ გაბზარული, იმის მერე რაც გავაკეთე კიდე გაუფუჭდა, იმიტომ რომ დამავიწყდა ბრონი გამეკეთებინა რა მოკლედ. მოკლედ რა ხდება? ცადე განმარტების გაკეთება. ჩვენთან აქ სახლიდან როგორც კი გავდივარ, ცენტრალურს ხო ვუყურებ ჩემი ეზო და ვიფიქრე, ხო, არა, სხვა რაღაცისთვის ვიყავი სიმართლე გითხრათ შესული. HDMI-ის კაბელი უნდა მეყიდა, ტელევიზორის საკიდი უნდა მეყიდა და მოკლედ შევიარე რა მაშინ განყოფილებაში, სადაც მობილური ტელეფონები იყო და რა თქმა უნდა ეხლა რომ ვიცი რომ ჩემ ბიჭს ჭირდება ტელეფონი, ვფიქრობდი, თავიდან ვფიქრობდი რაღაცა მეორადი შემეძინა. ისეთი რა, სადღაც ესე 400-500 ლარის ფარგლებში. და მე დავფიქრდი და მეთქი რატომ შევძინო თქვათ ნახმარი ტელეფონი, როცა შეიძლება განმარტება გავაკეთო და უკეთესი, ვუყიდო თქო. მოკლედ შევედი მაღაზიაში, ყველაფერი, განაცხადი, ყველაფერი შევავსე. სიმართლე გითხრათ, აი ადრე მაქვს მოყოლილი თბილისის ბანკთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა გამომწერმაც კი დამიწერა რაღაცა ცოტა უკმეხად, იმიტომ რომ მგონი საერთოდ არც მოისმინა რაზე ვსაუბრობდი და რა ვთქვი იმ ვიდეოში, იმიტომ რომ ცოტა ისეთი ბრალდება იყო, რა ვითომ ჩემ უფროს ბიჭს დააბრალა რაღაცა, როცა პირიქით ჩემი შვილი ჩემ დახმარებას ცდილობდა და ახლა მოგიყვებით დაწვრილებით ცოტა ისე დალაგებულად. ესე იგი, მქონდა ერთგული ბარათი. ხო. და ერთგული ბარათის რაღაცა პროცენტი იყო, მას ვიხდიდი ჩვეულებრივად და იმ წელს, 2018 იყო თუ 2017, ზუსტად არ მახსოვს, ძალიან დიდი ხნისია ამ ამბავს გიყვებით. მოკლედ ისე მოხდა, რომ ჩემმა შვილმა, ჩემ შვილს უბრალოდ ჩაერიცხა უცხოეთიდან გარკვეული რაღაც თანხა და იმ თანხიდან უნდა მოეცა ჩემთვის, ასე ვთქვათ, ის მცირედი არ იყო დიდი, 30 ლარზე, აქ ლაპარაკი 40 ლარზე. მაშინ არ მახსოვს, პატარა იყო სოსო თუ რაღაც, მოკლედ არ მუშაობდი, ოფიციალურად არ მუშაობდი, თუმცა რაღაც პატარა შემოსავალი მქონდა და ისე მოხდა რა, ხარჯები ხო იცით, იქ ეს და მოკლედ რაღაცნაირად ესე თან ზუსტად არ მახსოვს თანხა, მე მგონი ეგ იყო, ხო. და მოკლედ ჩემ შვილს უნდა მოეცა ჩემთვის. არ იყო ისეთი საპრობლემო, ერთი დღე იყო, რომ დავაგვიანე, მგონი თუ რაღაც ესე დაახლოებით და ესე იგი, დილის არ ვიცი რომელი საათი იყო, რომ დაფიქსირდა, გადარიცხვა, ეს იყო მგონი 6 საათამდე რა, მოკლედ 6 საათი თუ რაღაცა წუთები, ჯერ მაშინ როცა ოფიციალურად ბანკი ჯერ არ არის გახსნილი. და ჩემი შვილის ანგარიშიდან იქნა მოხსნილი თანხა და გადატანილი ჩემ ანგარიშზე. რა თქმა უნდა, ნებართვის გარეშე.
თან იცით როგორი რაღაცა ჩემი შვილი რო შევიდა თავის მობაილ ბანკში კომპიუტერიდან, ანუ პერსონალური კომპიუტერიდან ეწერა ესეთი რაღაცა. ჩემი შვილის სახელი, გვარი და ჩემი დაბადების წელი რიცხვით მოკლედ. ანუ არ ვიცი, სისტემას აერია თქო, ვერ ვიტყვი, აი ესეთი გაუგებრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერი სკრინშოტები, ყველაფერი შენახულია. ერთ ფოლდერად მაქვს ასე ვთქვათ შეკრული. უბრალოდ მე როგორც თვითონ პროფესიით იურისტმა კი ვიცი ეს როგორ ჯანჯლდება ეს იმდენი საქმეებია და მოკლედ ხო მაგას თავიდანვე დროც არ მქონდა იმისი რომ ერბინა აქეთ-იქით ბავშვთან ერთად მე იცით თქვენ რომ ბავშვთან ერთად დავდიოდი მაშინ სულ და არც დღეს არის გამონაკლისი დღესდღეობით უფრო ანუ სამსახურში რომ მივდივარ მარტო მივდივარ თავისთავად ხო და ეს ჩვევა მქონდა რა უფროს შვილთან დაკავშირებითაც და სოსოზეც იოსებზეც ასევე. ანუ სულ ყველგან თან დამყავდა. ანუ ვერავის ვერ ვუტოვებდი რა. ახლა რაღაცნაირი ეს ჩემი ის არის რა მოკლედ. გადაწყვეტილება. ხო და ამ იმის თქმა მინდა რომ ანუ ჩემი მხრიდან არაფერი არ ყოფილა პრობლემა. უბრალოდ ძალიან გავბრაზდი, იმიტომ რომ ჩავედი, იქვე იყო სათავო ოფისი ჩვენ სახლთან, ანუ ადრე სადაც დავიბადე, გავიზარდე იმ ბანკზე მაქვს საუბარი, სადაც ცხოვრობდი მარჯანიშვილთან, მოკლედ სათავო ოფისში მივედი, ვერანაირ პასუხი ვერ გამცა ამაზე. არც მომაქციეს ყურადღება, როცა მანამდე ყოველთვის თავაზიანად ძალიან დიდი სიმპათიებით ვიყავი რა მოკლედ განწყობილი ბანკის მიმართ. ხო და არავინ არაფერი არ მითხრა, არ განმიმარტა რა ხდება, როგორ ხდება, მოკლედ ძალიან გავბრაზდი და აი პრინციპულად რა რო იტყვიან პრინციპულად საერთოდ გავწყვიტე ურთიერთობა ამ ბანკთან. მერე კი დავფიქრდი წლების მერე რომ შესაძლოა ერთი თანამშრომლის გამო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ და არ უნდა ამეცრუებინა გული თვითონ ზოგადად ბანკზე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში ესე იყო. მოკლედ, ახლა გიყვებით იმას, რომ განმარტების თაობაზე რა თქმა უნდა, რო შევავსე, უარი მომივიდა. რადგან ასე ვთქვათ, შავსიაში აღმოჩნდი ადამიანი, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი გადასახადებს, დღემდე ასეა და ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ კრედიტის გამო რამდენჯერ როცა არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ ვთქვათ, დავუშვათ პერიოდი, როცა უმუშევარი ვიყავი, მოკლედ ძალიან კარგად იცით დიდი ხანი ვინც ვიყურებთ რა და როგორ იყო. ეს იყო სესხით თუ როგორ იყო, მოკლედ ყოველთვის მაინც ვიხდიდი. ანუ რო იტყვიან ცას და დედამიწას გავაერთიანებდი, გადასახადი უნდა გადამეხადა. აი ესეთი პრინციპული ხასიათი მაქვს და ესეთი პასუხისმგებლობით. სავსე ადამიანი ვარ. და არ მიყვარს ეს საერთოდ ძალიან ძაბავს ეს აი რაღაცნაირად იცით აი ისტორიაზე რომ მოქმედებს და ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი ძალიან გული დამწყდა რომ აი ეს ბანკთან დაკავშირებით რაც მოხდა რომ სამწუხაროდ აღმოჩნდი ამ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. ხო. ახლა რახან აქ არ გამოვიდა, კარგი. დავრეგისტრირდი ამ ასე ვთქვათ, ფინანსური ბიუროს იმაზე, საიტია თუ აპლიკაცია, მგონი აპლიკაცია გამოვწერე, ხო? კი, აპლიკაცია გამოვწერე. და შევხედე, დღეს მდგომარეობით, ანუ არის გადასახადი, ანუ დავალიანება, ის ძველი დავალიანება 399 თუ რაღაცა ზუსტად 400 ლარი ვთქვათ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ანუ პრობლემა არ არის, შეიძლება გადავიხადო ეს ახლა ყველაფერი, მაგრამ აი რაღაცნაირად გულში მაინც ხინჯად მაქვს ის, რომ აი ესე არაკეთილ სინდისიერად მომექცნენ და მით უმეტეს აკინძული მაქვს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული საქაღალდე,
კომპიუტერში, სადაც მაქვს ეს მტკიცებულებები, რომ ანუ ჩემი მხრიდან არაფერი ის არ ყოფილა და იყო დარღვევა რა, და ძალიან სერიოზული დარღვევა. არავის არ აქვს უფლება ზრდასრული ადამიანის ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე გადაიტანონ და უკითხავად, ამას სჭირდება ნებართვა. მოკლედ და გუშინ ამომიგდო, ასე ვთქვათ, რეკლამა. რეკლამა იყო ზუსტად არ მახსოვს, Facebook-ი იყო თუ YouTube-ი იყო, ну მოკლედ რეკლამა ამომიგდო ვოლტაჯის რეკლამა და ახალგაზრდა გოგო ამბობს რეკლამაში, რომ შავსიაშიც თუ რომ იყოთ, ესა მოკლედ ლამაზად როგორც ყოველთვის. და ვიფიქრე ჩემთვის ალბათ მეთი ბედია თქო რა, მოკლედ აქ უნდა ცადოთ თქო ბედი და შევავსე დამიკავშირდა ძალიან თავაზიანი ადამიანი დამიკავშირდა დღეს დილას გავისაუბრეთ ყველაფერი და აი ხო წარმოგიდგენიათ თავდაჯერებულობა ეხლა ჩემი რომ ეჭვი არ მეპარება რახან რეკლამაში არის ნათქვამი რომ ანუ არ აქვს მნიშვნელობაო ამ ყველაფერსო თან მით უმეტეს ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს როცა ანუ ამ სიაში რატომღაც რო აღმოჩნდი რატომღაც რა ну ახლა კი ვიცი რატომაც აღმოჩნდი ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო მაგრამ ამდენი ხანი 2018 წლიდან დღემდე თითქმის 10 წელია გასული და თქვენ ძალიან კარგად გემახსოვრებათ ისეთ ადამიანებს აპატიეს ეს ასე ვთქვათ დავალიანებები და აქ არ არის პატარა თანხებზე საუბარი დიდ თანხებზეა საუბარი და იმათ აპატიეს და მე რომელიც ყოველთვის კარგად ვიხდიდი გადასახადს და მოკლედ არ გავაგრძელებ ну მოკლედ აქაც უარი მომივიდა მეგობრებო რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს და ძალიან ასე ვთქვათ დიდი ეჭვი გამიშთა იმაში რომ რეკლამები არ ასახავს სინამდვილეს რაც არის ანუ რეალობა სამწუხაროდ ეს არის უბრალოდ ასე ვთქვათ მოდით ბჭყალებში ფიშკა ამ რაღაც ვოლტაჯისი რომ უბრალოდ მიიზიდონ და მე უკვე ალბათ თავისი იმითი არჩევენ ხო და კიდე ესეთი კითხვა დამებადა მე სტატისტიკურად დაკვირვებული ვარ რომ მამაკაცების უმრავლესობას უფრო უმტკიცებენ ხოლმე ეს ჩემი დაკვირვებებით ვიდრე ქალბატონებს ну თან მით უმეტეს არ ვიცი შეიძლება ასაკობრივიც არის ახლა ახალგაზრდებს მეტი პრივილეგიები თუ რა ვიცი მოკლედ რა ხო და მოკლედ არის ერთი დიდი ბლეფი ეს რეკლამა იმიტომ რომ არაფერი ბერკეტი ანუ არ იყო იმისი წინაღობა რომ ჩემთვის უარი ეთქვათ უბრალოდ იცით რა შეასაქმე მეგობრებო მე არა მაქვს ერთიანად ეს თანხა თორე იოცებს ახავე შეუძენდი ვთქვათ მობილურს ყველამ ძალიან კარგად იცით ვინც თვალყურს გვადევნებთ რომ იქ ის არის გადასახადი ყოველთვიურად ესა და მოკლედ აი ესე ვარ რაღაც გრაფიკში ჩამჯდარი ხო და ну ვიფიქრე ეს 10 თვე, 10 თვეზე მინდოდა გადანაწილება, შესაძლოა უფრო მალეც დამეფარა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ოპტიმალური ისა, რომ 10 თვეში მინდოდა ეს გადასახადი. თვეში იქნებოდა დაახლოებით 130 ლარამდე რა, ესე გადასახადი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს რეკლამა არ ასახავს იმ რეალობას, რაც არის სინამდვილეში. და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთი დიდი ბლეფი კიდევ. მოკლედ, ვინ არ გვატყუებს, მეგობრებო? უნდა აღნიშნო ისიც, რომ არიან კეთილსინდისიერი კომპანიებიც, არიან მართლა კარგი კომპანიები, რომლებიც ასე ვთქვათ, პირნათლად ასრულებენ თავიანთ დანაპირებს, ხო? ანუ რეკლამაში რაც გაჟღერდება თუ როგორც იქნება, მოკლედ. ხო, აი ესეთი ცუდი რეალობა არის დღეს და ძალიან გული დამწყდა, რა თქმა უნდა, არა ჩემს გამო, ანუ მე ახლა ჩემთვის ნამდვილად არ მინდოდა ეს ტელეფონი.
და ძალიან ისეთი მოლოდინი მქონდა და აი მართლა ვიფიქრე რომ რაღაცა ალბათ ეს განგებამ ეს ამომიგდო ეს რეკლამა თქო რახან ესეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენ მეთქი იქნებდა კი არა ზუსტად ანუ დარწმუნებული ვიყავი რომ უნდა დამტკიცებულიყო შიდა განმადება ეს არის ძალიან დიდი ბლეფი მეგობრებო არ დაიჯეროთ ну ყოველ შემთხვევაში მე ჩემ თავზე გამოვცადე თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით ანუ შემოსავალი რომ აქვს ჩემი ახალი სამსახურიდან ასევე დამატებითი შემოსავალი ასევე YouTube-დან მოკლედ არ ვიცი აი რა მიზეზი უნდა ყოფილიყო ვერ გეტყვით რა პრინციპებით არჩევენ საერთოდ ადამიანებს მილიონერი რო ყოფილიყავი სულ არ დამჭირდებოდა განმადება ნაღდი ანგარიშწორებით გადავიხდიდი და შევიძენდი ხო ადამიანი აკეთებ განმადებას იმიტომ რომ არ აქვს ის ერთიანი თანხა რომ უცბად გადაიხადო ну ახლა ჩემ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით რომ ყველა გადასახადი ჩემზეა ანუ კომუნალურები კვება ისა ეს მოკლედ იცით ყველა ძალიან კარგად ვინც დიდი ხანია მიყურებთ და ასე ვთქვათ ჩემი ანგარიშწორებით ესე გადავხედე და ჩავთვალე რომ ეს იყო ყველაზე კაი ვარიანტი ანუ იყო ამის საშუალება და იმიტომ გადავწყვიტე თორე განმადებები მე მგონი არავის არ მოგწონთ და არც არავის გეხალისებათ ну თავისთავად ეს ესეა მაგას რა თქმა უნდა ჯობია რომ თანხა გქონდეს და პირდაპირ წახვიდე და შეიძინო რაიმე მოკლედ აი ასე გაჭირვებულსო ქვა აღმართში დაეწიაო ну გაჭირვებულს იმას ვამბობ რომ ესეა რა ეს მდგომარეობით ხო მეგობრებო მოკლედ არ ვიცი ძალიან ჭირდება ბავშვს ტელეფონი იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ სამსახურიდან რომ უკავშირდებოდი ეთიშებოდა იჭედებოდა ერთი ორჯერ იყო ესეთი შემთხვევა რომ ჩემთან ანუ ჩემ ყურბში ზარი გადიოდა ჩვეულებრივად და ძალიან ვინერვიულე რა თქმა უნდა ახლა შვილი რო არ გიპასუხებს ტელეფონზე რომელი დედა არ ინერვიულებთ ხო თან ამ სიშორეზე ხარ უცბად ვერ გაჩნდები ადგილზე თან იქიდან გამომდინარე რომ ჩემ მეზობელს ადრე თუ გახსოვთ ასე ვთქვათ ხანძარი რო ქონდა ყველაფერს იფიქრებ ადამიანი ფანტაზია ხო იცით უკიდეგანოა და თან მით უმეტეს მე როგორც მიცნობთ ცოტა ფეთიანი მშობელი ვარ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ზუსტად კარგ სამსახურზე იმიტომ ვერ თანხმდებოდი რომ ვეძებდი სახლთან ახლოს რომ სახლთან ახლოს ყოფილიყავი რომ რაღაცა ყოფილიყო უცბად აქ გავჩენილიყავი და ყველა კარგად იცით რომ ეს იყო სუპერმარკეტები ანუ რაც იყო სახლთან ახლოს ამიტომ დავიწყე ამ სფეროში მუშაობ მოკლედ აი ესეთი ამბები არ ვიცი მეგობრებო ვინც აქამდე უყურეთ არ დაგავიწყდეთ მოწონება ვიდეოსი გამოწერა არხის მე არ მახასიათებს ზოგადად შეხსენება გეცოდინებათ მაგრამ ცოტა გაუკლია რა მოკლედ 3000 და მინდა რომ დავამბვალო ეს ციფრი და აღნიშნოთ მე და სოცომ ხო და ერთი თხოვნა მექნება რა თქმა უნდა ვისაც გინდათ რომ სოცოს დაეხმაროთ და ასე ვთქვათ გვერდში დაუდგეთ მე ანგარიშის ნომერს დავდებ ვიდეოს ქვეშ და ვისაც სურვილი გექნებათ რამდენითაც შეძლებთ რომ მოვაგროვო მაინც ეს თანხა და როგორმე შეუძინო ეს ტელეფონი მოკლედ აი ესეთი ამბები მოკლედ კარგით აბა დაგემშვიდობებით დროებით ახლა ეს ვიდეო
სპეციალურად ჩავწერე იმისთვის, რომ მეთქვა, რომ არის საიტები, რომლებიც ხოლმე იცით თქვენ, რომ არ მიყვარს გადაჭარბება, არც იქით, არც აქეთ. მოკლედ, რაც არის, იმას ვლაპარაკობ. ოზონის ამანატზე, როგორც იყო თქვი, ანუ ხო მართლა მიქსერი რო გამოვიწერე, ძალიან კმაყოფილი ვარ, მეგობრებო. ძალიან კარგად მუშაობს, 27 ლარი. არ არის ისეთი თასი, რომ მოკლედ მე ველოდებოდი, რომ შეიძლებოდა, რაღაცა არ ყოფილიყო ისეთი, მაგრამ აი დამერწმუნეთ, ნორმალური მიქსერივით მუშაობს ჩვეულებრივად. თქვიფავს როგორც ასე ვთქვათ, ანუ თქვა ძალიან სქელ ცომს არა, მაგრამ აი კრემები გავთქვიფე, გავაკეთე, ძალიან კარგად ამოყავს. კარგად მუშაობს, მოკლედ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯინსები რო ჩამოვიდა, იმაზე გითხარით, რომ საშინლად უკმაყოფილო ვიყავი, ძალიან არ მომეწონა ხარისხი. თვითონ ნაჭერსაც რაღაცა დეფექტი ქონდა, მოკლედ მე რაც არის იმას საუბრობ და არ მიყვარს მიკერძოებული ადამიანებიც არ მიყვარს, ანუ აი თუნდაც აი არის მაგალითად რეკლამისთვის, რომ გადაუხდიან დაუშვათ რაღაცა თანხას და შეუძლიათ თქვათ უარგისი პროდუქცია გააპიარონ. მე არ მახასიათებს. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და რასაც ვხედავ. და საქმეში როგორც იჩენს თავს ესა თუ ის ნივთი თუ რაიმე. კარგით მეგობრებო, აი ეს მინდოდა მეთქვა, ძალიან გაოცებული ვარ უფრო, ნაწყენი ვერ ვიტყვი, გაოცებული ვარ, იმიტომ რომ მართლა მჯეროდა, რომ ეს რეკლამა ასახავდა რეალობას, რომ მოკლედ სიტყვები არ მყოფნის. კარგით მეგობრებო, დღეს ალბათ არ ვიცი, ვნახოთ გადავიღებ ალბათ რაიმე ვიდეოს, სახლურ ვიდეოს. კარგით, აბა დროებით.